ჩემო გამომწერებო, ვაგრძელებთ თელავის საუკეთესო რესტორნების აღმოჩენას და დღეს ჩვენ ვიყოფებით კაპილონში. ეს არის ალბათ ჩემის აზრით საუკეთესო ადგილას მყოფი და გამორჩეული თავისი კერძებით. აქვს უამრავი შეფასება და ძალიან ბევრმა თელაველმა გვირჩია, რომ მან მიდითო. ხო და ჩვენც მოვედით ამ ულამაზეს ადგილას. მინდა გაჩვენოთ თუ როგორი რამაზი არის და ასევე მინდა დავაგემოვნოთ და გითხრათ, რომ როგორი გემრიელი არის. მოკლედ შევართ, დავტესტავთ და გულახდილად გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. მოკლედ შევედით, ვიწყებთ კაი პურმარილის ჭამას. წამოდი გიო. ჩემო გამომწერებო, ნეტა აქ იყოთ და ტკბებოდეთ ამ სილამაზით და ამ არომატებით. სილამაზეს გაგიზიარებთ და არომატებისა რა გითხრათ. მოკლედ, გვაქვს კახური, აი მართლა კახური სულის მატარებელი სუფრა და თან შეხედეთ როგორი ლამაზი ფერებია და რა ლამაზადაა ყველაფერი გაფორმებული. ჩემი რეცეპტორები მკარნახობს, რომ უნდა დავიწყო ქაბაბით. ქაბაბი არის საფირმო. შიგნით არის სულგუნი. აბა ცოტა ყველი არ გვიშვებს. აჰა. გავათავისუფლეთ ქაბაბი. რესტორანს 10-იანი შეფასება თვითონ რაც შეეხება სერვირებას. აი, შეხედე. აბა დავიწყოთ დაგემოვნება. ახლა ზოგიერთი გამიბრაზდებით, ეგრევე ხორცით რატო ვიწყებ, სალათი დაიწყო, მაგრამ როცა ხორცია რა მაჭმევს სალათს კაცო. ნეტა იცოდეთ რა ცხელია, რა თბილია, რა გემრიელია. ქაბაბი მალადიც. მე არ მეგონა რომ ეგეთი ქაბაბი იქნებოდა. შეხედეთ, აი. ყველი. მე მგონი ქაბაბის ჩემპიონი აღარაა. კაი ქაბაბს რა უხდება? რა თქმა უნდა, კახური ღვინო. მოდი, ჩემს ტრადიციას რომ მე ბოლოში ვიძახ ხოლმე სადეგზლოს და ზოგიერთები ბოლომდე არ უყურებთ. ვიტყვი დასაწყისში, მოდი კახეთს გაუმარჯოს და კახეთის გულს თელავს გაუმარჯოს, რომ აი ესე მასპინძლობს, ესეთი პურმარილი, ესეთი სილამაზე დაგვახვედრა. მოდი კახეთს გაუმარჯოს. მეგობრებო, ნეკნის ნაჭერი, ვისაც ნეკნის მწვადი გიყვართ, იდეალურია. აი ყოჩახ, მწვადი, შეხედეთ რა ნაჭერია. აი ახლოს გადაიღე, იფ. მაგრამ რაც მთავარია, არომატი აქვს საოცარი. აუცილებლად მეგობრებო, კახურ მწვადს უნდა კახური პური. სანამ გაცივდა, ხინკალი უნდა მივითვა. ხინკალი გაია. შეხედე. ვახ დაიქცა. ჩემდა გასაკვირად, მე რატომღაც მეგონა რომ თელავი ხინკალში ესეთი ძლიერი არ იქნებოდა, მაგრამ გამაუცვა. მოდი გავშინჯავ ხალეურს. წითელი მხარი გამიგია, მწვადი მხარი გამიგია, ეს ყუთელი რა არის? ულამაზესი გაფორმება აქვს სხვათა შორის. და აი ესენიც უნდა გავშინჯო. ეს არის ჩემი საყვარელი
ფხალეულიდან ხო გაგიგიათ ბადრიჯანი ნიგვზით. ეს არის ბულგარული ნიგვზით. ვისაც არ აგავთ გასინჯული, გამიჯერეთ ძალიან ბევრ ამას კარგავთ. შემდეგი კერძი მეგობრებო, იქნება კუპატი. ეს არის საფირმო აკაური კუპატი. აბა გავშინჯოთ. აბა ცოტას ლიმონადსაც მივირთმევ. ეს არის რესტორნის საფირმო. მოკლედ, ნელ-ნელა ვინაიდან კერძებს ვშინჯავთ, გვავიწყდება აი ეს სილამაზე. ეს არის მეგობრებო ყველის დაფა და ერთ-ერთი წარმომადგენელი შებოლილი სულგუნი ლორით. და ეხლა გავშინჯავ. ძალიან დამაინტერესა რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ მე ყველის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. აბა გავშინჯოთ ეს საოცარი რაღაცა. აუ. არ ვიცი ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან ჭკვიანური მოფიქრება არის და აგიხსნით რატო. ლორის გემო ვინაიდან თან დააყევას შებოლილი არომატი, პირდაპირ მიყვება და ასე თქვათ, კაფიო განსხვავება არ აქვს შებოლილი სულგუნთან. საოცარი რაღაცა არის, საოცარი. სანამ გაგვიცივდა სამეფო ხაჭაპურიც მივირთვათ, თორე ამ ხაჭაპურის გაციება არის ცოდვა. ხაჭაპური სპეციალურად ბოლოსკენ შემოვიტოვე, რომ ესეთ ხაჭაპურს რო შეჭამ ამოდენა ნაჭეს ჩათვალე დანაკლები. აბა გავშინჯოთ. არა, არ მეგონა რომ კახეთი ესე გამოუცემდა. იმერული კუპატი არის უფრო გემრიელი ვიდრე იმერეთში და მეგრული ხაჭაპურია უფრო გემრიელი ვიდრე სამეგრელოში. ამა შეხედეთ. მთელი თავი ყველი არის შიგნით. ესეც ესე მეგობრებო, მოკლედ წნილით მინდა დავიწყო, მაგრამ იმდენი არჩევანია: ჟავე, კიტრი, კომბოსტო, ჭიწაკა, ნიორი თუ ჯონჯოლი. იყოს ჯონჯოლი. ოპა. იმიტომ რომ მე როგორც თეორიულად კახელ კაცს ჯონჯოლით ვაფასებ წნილის სასორცს. სპეციალურად ვსინჯავ ცალკე მჟავეს, რომ გემო კარგად გავიგო. ჯონჯოლი არის საოცარი. ისე კახეთში რო იციან ჯონჯოლი, მე მგონი ასად არ იციან ეგეთი. შეზავებული იდეალურად თავისი ახური არომატებით. მოკლედ ყველაფერი გავშინჯეთ თითქმის სარათას მე ხა ვერ გავშინჯავ, იმიტომ რომ იმდენი ხორცი არის, იმდენი ყველი არის. იარაღი რომ მესვოლო არ გავშინჯავ. და ეხლა გადავარ ვერდიქტზე. თვითონ რესტორანს თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დიზაინიდან გამომდინარე, უმაღლესი შეფასება, რაც შეეხება კერძებს. განსაკუთრებით მომეწონა, წვადი, დააცაა გასაკვირი, იმიტომ რომ კახეთში ვართ. დაუწერდი 9.4 ქულას, რაც ძალიან კაი შეფასებაა. ქაბაბს 9.5 ქულას, იმიტომ რომ ძალიან დიდი პორცია არის. და ძალიან წვნიანი, აი მართლა ძალიან წვნიანი ქაბაბი არის და იდეალურად არის დაცული ბალანსი სულგუნის და ხორცის თანაფარდობის. ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან მომეწონა კუპატი, იმერული კუპატი, რომელსაც დაუწერ 9.5 ქულას. რაც შეეხება ხინკას, მე გამიგია რომ თელავში თანაფარდობა საქონლის და ღორის ხორცის არის 50-50. თურმე აი რატო იყო ეგეთი წვნიანი ხინკალი? ხინკას დაუწერ 9.3-ს, იმიტომ რომ ნაჭამი მაქვს ძალიან ბევრი ხინკალი, ალბათ ერთი 70-80 რესტორანში მაინც და ძალიან კაი შეფასებაა. ხაჭაპური 9.5, იმიტომ რომ არის უზარმაზარი, აი მართლა ძალიან დიდი პორცია არის, ძალიან ნოყიერი არის
რაც შეეხება ფხარის ასორცს, ცოტა გამიჭირდება რომ შევაფასო, იმიტომ რომ აქ არის ფაქტობრივად რამოდენიმე ნაირსახეობა გაერთიანებული. გავსინჯე ბულგარული ნიგზით, დაუწერდი 9.5 გულას და თუ სწორად მივხვდი, ეს არის სტაფილო, ხო? სტაფილოს დაუწერდი 9.2-ს, იმიტომ რომ სტაფილო როგორ უნდა ვჭამო, როდესაც ამდენი მწვადია. რაც შეეხება ყველის ასორცს, ძალიან მომეწონა თვითონ ის კონცეფცია, რომ შებოლილი ყველი ლორთან, ეგეთი რამე მე ნაჭამი არ მაქვს. იმდენად მომეწონა, რომ დაუწერდი 9.6 გულას. რაც ძალიან მაგარი შეფასებაა, მეგობრებო. 9.6-ი ძალიან იშვიათად ვწერთ ხოლმე ეგეთ შეფასებას. მჟავის ასორტია. ჯონჯოლი უმაღლესი, ყველაფერს ნამდვილად ვერ გავშინჯავ, მაგრამ რაც გავშინჯე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მოდი ერთ კიტრსაც გავშინჯავ და მჟავის შეფასებასაც გეტყვით. 9.3 დაუწერ მჟავის ასორტს. ამ ლიმონადს დაუწერდი 9.6, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. ერთიანობაში რა შემიძლია გითხრათ? მეგობრებო, ეს რესტორანი არის ალბათ თელავში, ჩემის აზრით, ყველაზე კარგ ადგილას, იდეალური გარემო არის. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ მოპირდაპირე მხარეს არის ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმი და ძეგლი. ფაქტობრივად ეხლა ჩვენ რო ვიყოთ ვერანდაზე, მოპირდაპირე მხარეს ჩანს ულამაზესი მთები და მუზეუმი. პირადად მე ამ რესტორანს მართლა რეკომენდაციას უწევ, გულახდილად გეუბნებით. სხვათა შორის ძალიან ბევრი შეფასება აქვს უშუალოდ Google Maps-ზე და ჩვენც ამ რესტორანს დაუწევთ ძალიან მაგარ შეფასებას. მოდი, ვინაიდან ჩემი ვიდეოგრაფები ახლა ნეწვის კლაპით კვდებიან, ჩვენს განხილვას დროებით უпроსტოდ ბოლოსკენ წავიყვან და ვიტყვი ეგეთ რაღაცას. მოდი ჩვენს მიზნებს და ჩვენს ოცნებებს გაუმარჯოს. უბრალოდ რამოდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ მოდი წავიდეთ თელავში. ნახოთ თელავი და ჩემის აზრით ძალიან დიდ ცოდვას ჩავდივართ ქართველები, რომ ჩვენს ლამაზ კუთხეებს სათანადოდ არ ვუფრთხილდები და სათანადოდ არ ვაფასებთ. ყველას გისურვებთ, ვინც ოცნებობთ პარიზში წასვლაზე და რომში წასვლაზე, მოდი რა, ჯერ კახეთში ჩამოდი. ეს პურვალური გასინჯე, აი ეს მთები ნახე და მე იოცნებე რომზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი სიამაყე და ყველას გისურვებთ, რომ მთელი საქართველო ფეხით შემოგევლოთ, ფეხით არა, კაი მანქანით და ცოტა ფეხით. იმიტომ რომ რაც გვაქვს ქართველებს, ეს არის აი ეს სილამაზე და ეს საგანძური. თქვენი ჭირიმით შემოგამომწერებოდა, მადლობა რომ ესე მალე ესე კარგი ტემპებით ვითარდებით, ამდენმა გამოგვიწერეთ და თხოვნა მეგობრებო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც ეს ვიდეო, რათა მოგვემატოს გამომწერები და უფრო წინ და წინ წავიდეთ. აბა, თქვენ გაგიმარჯვოთ.